მე მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. იცით დღეს რატომ არის თქვენი შვილები ცოცხალი? იმიტომ კი არა რომ თქვენ მას მალავთ კარგად თქვენს შუშის შენობაში და დაცვა ხაზგასძლებული. არა, ჯერ არ გადაუწყვეტიათ თქვენი შვილების მოკლა, გაბაშვილებს, რიკაძეებს, იბნაძეებს, ნასყიდაშვილებს, ჩიქოვანებს. თუ თქვენ გააგრძელეთ უსამართლო სასამართლო, თუ თქვენ გააგრძელეთ პროკურატურაში საქმეების ჩაფარცხრა, მოუნდებათ მათ თქვენი შვილების სიცოცხლის ხელყოფა და თქვენ მას წინ ვერ დაუდგებით. ტიგა ავალიას არ არისგან დაცვა არ ჭირდებოდა, ტიგა ავალიას არ ჭირდებოდა დაცვით ელო, არ ჭირდებოდა ვინმეს ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო. ტიგას ჰქონდა ყველაფერი, რითაც ის დაიცავდა საკუთარ თავს. ჰქონდა მას ფიზიკური ძალაც, ჰქონდა მას მოსწრებული სიტყვა პასუხიც. ყველაფერი ტიგა იყო ღირსეული ადამიანი და მას ასე ელოდ ვერ მოკლავდნენ, მაგრამ მოუნდათ ძველ ბიჭებს გადაწყვიტეს. მე თქვენ ატმოსულ ხალხს ბოდის ტიხტი დამძიმებისთვის ყველა ეხლა მიცისნეს ბოდიშუხტი ჩემს ტიგა ავალიას არ ეკადრება, ბოდიშუხტი ჩემს მოსწავლეებს არავის არ ეკადრება ჩემგან ამ სიტყვის მოსმენა, მაგრამ ბოდიშუხტი ჩემს ადვოკატს, მაგრამ ეს ნო თქვა. აზრით რომ არ დამეკარგოს. იცით რა ბატონო ბიძინა ივანიშვილო, იცით რა თქვა მკვლელმა ალექსანდრე გაბაშვილმა? მაპატიეთ საზოგადოებამ, თესლი რომ ხავდეს სახელმწიფოში მოუკლავო, ხოდა იპოვა პროკურატურაში, იპოვა და მიახვდი ბარდას, ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე კვლელებთან ერთად, მე მანამდე არ დავიხე უკან. მეც რამზე როცა საუბრობდი იცეღან, მაშინ ვეღარში გავაგრძელე სიტყვა, მოდის ტიხტით ბატონო ზაზარუ სიტყვა ჩამოგარდით და იცით რა? ყველა ცრემლი არ არის ერთნაირი და ტოლფასი. მე მინდა და მეთქვა ერთი რამ, სულ პირველ სასამართლოზე, როცა ბრალი უნდა წაეყენებინათ ალექსანდრე გაბაშვილისთვის, მან, რომელიც კარგად დაარიგა ადვოკატმა, იტირა სასამართლო პროცესზე. ეუბნებოდა მოსამართლეს, რომ მას ჰქონდა ოცნება გამოსულიყო ფეხბურთელი და ის დადიოდა ფეხბურთზე. შემაბითო ელექტრონული სამაჯური და გამიშვითო. აი პირველი სასამართლოს პირველი სიტყვაც კი იყო ტყუილი. ის ფეხბურთიდან დამოკიდებული იყო ჩხუბის გამო. ვიმეორებ, ფეხბურთიდან დამოკიდებული იყო ჩხუბის გამო. ტიგა ავალიას მარტო ოცნებები კი არ ჰქონდა, ტიგა ავალიას ჰქონდა მიზნები და სტრატეგიული გეგმა ამ მიზნებამდე მისასვლელად. ტიგას უნდოდა სწავლა გაეგრძელებინა ამერიკაში და მერე იქ მიღებული ცოდნა გაეზიარებინა თავისი მოსახლეობის და გამოეყენებინა კვლელებსაც იქნებ გამოსდგომო